29 მარტს საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით სასტუმრო ვინდამ გრანდ თბილისში ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ გახსნა. მან სფეროში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში თამბაქოს კონტროლის სფეროში ჩართულ პროფესიონალთა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორთა განმარტებით თამბაქოს კონტროლის რეფორმების მხრივ ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, თუმცა ახალი პროდუქტების, ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს აგრესიული მარკეტინგის და პოპულარიზაციის შედეგად მწეველობა კვლავაც აქტუალური პრობლემაა. განსაკუთრებით მტკივნეულია ბავშვებში ახალი პროდუქტების, განსაკუთრებით ელექტროსიგარეტის მოხმარების ზრდა და მოწევაზე დამოკიდებულება. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, თამბაქოს კონტროლის რეფორმის გასაძლიერებლად აუცილებელია კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის გაძლიერება და დაფინანსების გაზრდა, რათა უზრუნველყოფილი იყოს კანონის ეფექტური აღსრულება. სპეციალისტების მოსაზრებით ასევე საჭიროა თამბაქოს ახალი პროდუქტების, განსაკუთრებით ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს რეგულაციების გამკაცრება, რათა შემცირდეს მათი ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებში. ნიკოტინი არის ის პროდუქტი ყველა მისისნაირი სახეობით, რომელიც სიცოცხლეს ამოკლებს, ჯანმრთელობას აუარესებს და ადამიანის შესანიშნავ ჯილდოს იყოს სიკეთის მომტანი ქვეყანაზე თავისთავისა და სხვებისათვის ამას ავიწროებს. თამბაქოს მავნეობის შესახებ ყოველდღიური ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს სკოლის მოწაფეებს, სტუდენტებს, ახალგაზრდობას და რაც თავარია ოჯახში უნდა იყოს ისეთი საბუდარი, სადაც მშობლები ყველაფერს გააკეთებენ პირადი მაგალითის ჩვენებიდან დაწყებული იმ შეფარული დიდაქტიკით, რა მავნეობას არის თამბაქოს მიერ და აი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ეს არ არის ერთი რომელიმე ორგანოს გასაკეთებელი, აქ არის დიდი კოლაბორაცია საჭირო და ყველას თანადგომა. თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღე გახლავთ 1998 წლიდან დაფუძნდა და მას შემდგომ თითქმის ყოველწლიურად აღინიშნება და მისი ძირითადი მიზანია მოუწოდოთ ნებისმიერ თამბაქოს ან ნიკოტინის პროდუქტების მომხმარებელს, რომ ერთი დღით მაინც თქვას უარი ამ ლეტალურ პროდუქტებზე. ძირითადად იყო განხილული თემები, რომლებიც ეხებოდა დღევანდელ დღეს თქვათ ისეთ გამოწვევებს, როგორიც არის მაგალითად აღსრულებაში იგივე ინტერნეტ რეკლამა და პოპულარიზაცია. უკვე ევროპის ქვეყნები, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და ასე შემდგომ მათ აკრძალეს უკვე ელექტრონული სიგარეტის ისეთი სახეობა, როგორიც არის ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტები. ამიტომ ეს ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება ჩვენი ხელისუფლებისადმი, რომ აიკრძალოს ეს, იქიდან გამომდინარეც, რომ მზარდია ბავშვებში და ახალგაზრდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება. თამბაქოს დასრულების პოლიტიკაზე ვისაუბრეთ და ამ დასრულების პოლიტიკაში შედის ის, რომ უნდა გაიზარდოს თამბაქოს მიყიდვის ასაკი 21 წელი უნდა გახდეს, ახლა 18 წელია და უფრო მეტი, ანუ ყოველწლიურად თითო წელი უნდა მიემატოს. ამის გარდა 2015 წლის შემდგომ დაბადებულ ახალგაზრდებს, რომლებიც გახდებიან თქვათ სრულწლოვანები თამბაქოს ან ნიკოტინის პროდუქტთან მიმართებაში, მათ აღარ უნდა მიეყიდოთ არც ერთი ტიპის, არც თამბაქოს, არც ნიკოტინის, არც უნიკოტინო პროდუქტები. უკვე გვაქვს ჩვენ საკმაოდ სრულყოფილი თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, რომელიც მოიცავს თამბაქოს ყველანაირი ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტების მოხმარების აკრძალვას დახურულ სივრცეებში და სხვადასხვა იმ ღონისძიებებს, რომლებიც საერთაშორისო რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული. თანაც საქართველოს შეგახსენებთ, რომ არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ჩარჩო კონვენციის წევრი ქვეყანა 2006 წლიდან და ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ კონვენციით გათვალისწინებული ყველა მუხლი სრულყოფილად შევასრულოთ.